მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მიმდინარე პროცესებზე როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში და ამ ყველაფერს როგორც სოციალისტური პლატფორმა და ჩვენი გადაცემა ცდილობს ხოლმე ყოველთვის მხოლოდ კლასობრივი პერსპექტივიდან რომ ვისაუბროთ. და ამაზე სტუმრად, ამაზე სასაუბროთ ჩვენთან არის პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ ჟღენტი. ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მინდა პირველ რიგში ისტორიული შედარებით დავიწყო და სანამ ციტატაზე გადავალ. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მოძლიერებული იყო უკვე სოციალისტური მუშათა მოძრაობები, მსოფლიო იმპერიალიზმი, მათ შორის რუსეთის, ინგლისის, გერმანიის, გარდა იმისა, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ ინტერნაციონალის წინააღმდეგ, ასევე გაშმაგებით ცდილობდნენ ჩაეხშოთ მუშათა გაფიცვები, მუშათა მოძრაობები საკუთარ ავტონომიურ ტერიტორიებზე. და მე როგორც მუშების დასუსტება სანამდეც მიდის ხოლმე, ჯერ გამოჩნდა პირველი მსოფლიო ომის დროს. შემდეგ, როდესაც უკვე 1930-იან წლებში ისევ თითქმის იგივე სიტუაცია დატრიალდა დასავლეთ ევროპაში, გერმანიას გულს ამ შემთხვევაში, რომ ნაცისტური გერმანია გაძლიერდა, ამავდროულად პროფკავშირები გახლიჩეს, დაყვეს, მუშათა მოძრაობები გაანადგურეს. მუშათა მოძრაობები ფაქტიურად გაანადგურეს და მივიღეთ უკვე ფაშისტური ნაცისტური გერმანია, რომელიც ასევე როგორც იტყვიან, მიუგზიეს პირდაპირ საბჭოთა კავშირს. და დაახლოებით ახლაც თითქოს იგივეს უყურებთ, ხომ? იგივე უკრაინის ფაშიზმით დაიწყო ეს ყველაფერი, როდესაც ძალიან დასუსტდა მუშათა მოძრაობები, პროფკავშირები, ფაქტიურად უუფლებონი გახდნენ მუშები. იგივე ხდება გერმანიაში, როდესაც უკვე პროლეტარიატი, ესე ვთქვათ, კლასიკური გაგებით პროლეტარიატი ფაქტობრივად შეუძლებელია რომ ძლიერდებოდეს გერმანიაში, იმიტომ რომ დაიხურა ინდუსტრიები, დაიხურა ფაბრიკა ქარხნები და ხედავთ ამავდროულად ზუსტად იგივე სცენარს, ხო? რადიკალური მილიტარიზაცია დასავლეთ ევროპის. და მინდა რომ აი დავიწყოთ იოსებ სტალინის ციტატით და შემდეგ უკვე აი ისტორიული რაკურსიდან ამოვიდეთ, რას ნიშნავს მუშათა შესუსტება აი ესეთ კრიზისულ პერიოდში. თვალი გადავავლოთ თათბირის ისტორიას. ნავთის მრეწველნი პირველად როდი იწვევენ მუშებს თათბირზე. ჩვენ უკვე მეოთხე თათბირს მოვესწარეთ 1905, 6, 7 და ახლა უკვე 8 წლებში. ნავთის მრეწველნი ყოველთვის პირველი იწვევენ მუშებს თათბირზე და ხელისუფალნი ყოველთვის ეხმარებოდნენ მათ, შეთანხმებოდნენ მუშებს. დაიდოთ კოლექტიური ხელშეკრულება. ნავთის მრეწველებს თავიანთი მიზანი ჰქონდათ, მათ სურდათ მცირე დათმობათა ფასად მიეღოთ გარანტია გაფიცვების წინააღმდეგ. უზრუნველყოთ ნავთის განუწყვეტელი ამოღება. ხელისუფალნი კიდევ უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებულნი ნავთის სამეფოში მყუდროებითა და სიმშვიდით. იმაზედაც თუ აღარას ვიტყვით, რომ მთავრობას ბევრი წევრი ნავთის უდიდესი ფირმების აქციონერია. რომ ნავთის მრეწველობის გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშემოსავლო წყაროს შეადგენს. რომ ბაქოს მაზუთი ასაზრდოებს სამშობლოს მრეწველობას. რის გამოც ნავთის მრეწველობაში მომხდარი თუნდაც ოდნავი შეფერხება აუცილებლად გავლენას ახდენს რუსეთის მრეწველობის მდგომარეობაზე. ეს არის 1908 წლის სტატია, როდესაც პირველი რევოლუცია ახალი დამთავრებულია, მაგრამ შიდა გაყიდვების, შეთანხმებების კადეტებთან და ესერებთან ასე შემდეგ რევოლუცია შესუსტდა, უკვე უკან იხევს. და ისევ მომძლავრდნენ, ასე ვთქვათ, ნობელები და სხვადასხვა უცხოელი ინვესტორები, როგორც ეძახდნენ მაშინ, ხო, მრეწველები. და ეს არის პერიოდი, როდესაც მზადდება უკვე მილიტარიზაცია იწყება და პირველი მსოფლიო ომის მზადების პროცესი 1908, 1910-იანი წლების შუაში უკვე პირველი მსოფლიო ომი მომწიფებული იყო და თუნდაც ის რაღაც პატარა გასვლა, რასაც აბრალებენ, თუმცა მხოლოდ ფრანც ფერდინანდის სიკვდილმა გამოიწვია ამდენი ქვეყნის და ამდენი მილიონი ადამიანის სიკვდილი. აი მინდა რომ აი ისტორიული მოხილვით დავიწყოთ, რას ნიშნავს მუშათა შესუსტება აი ესეთ კრიზისულ პერიოდში და თუ არის გასათვალისწინებელი ჩვენი ეს ისტორიული წარსული, ის კონტექსტი პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომის და თუნდაც ეხლა რაც ხდება, რომ ფაქტიურად ანტიკომუნისტური, ანტისოციალისტური ამ მთლიანად სამყარო და ამ სამყაროში პირდაპირ ვთქვათ ბოგინებენ ბანკირები
და სოფლიო რაღაც სპეკულაციური კაპიტალის და რაღაც დიდი ინდუსტრიების ტრანსნაციონალური კორპორაციები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მესწავლეთ პატიო მაყურებელს. მოდით ჩვენ ასე ვთქვათ, ევროპის დაისი ამ წუთში ჩვენ დავანებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ იმ პერიოდში ბრიტანეთი იყო ძირითადი მომწრებელი ძალა ამ ყველაფრის და ანგლოსაქსების ხელში იყო ის კაპიტალი, რომელზეც მებრძანებდა და რომელმაც დაიწყო თავისი პირველი კრიზისი. ან პირველი კრიზისი მე-20 საუკუნის დასაწყისი, მე-19 საუკუნის ბოლო და ეს არ შეიძლებოდა არასახულიყო მუშათა მოძრაობაზე, მუშათა კლასის მდგომარეობაზე, გლეხებზე მათ შორის, რადგან ისინი ქმნიდნენ სხვა დოვლას, რომელსაც მოიხმარდა მუშათა კლასი და ეს ერთმანეთზე გადაბმული იყო და ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე სიტუაცია. ანუ ორივე აი ეს თქვენს მიერ დასახელებული პირველი მსოფლიო ომი ალბათ დიდი ალბათობით კი არა, შეგვიძლია უკვე დავსვდები ვთქვათ, რომ ეს იყო კაპიტალიზმის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება, რომლის გამოყენებაც იყო აუცილებელი, რომ მოხდარიყო ის მერე რაც მოხდა და აუცილებლად უკვე ამერიკის შეერთებული შტატები შემოდის თავისი სარეზერვო ფონდით, ეგრეთ წოდებული FRS-ით, რომელმაც მთლიანად აიღო ხელში საბანკო სისტემა და უკვე რამდენი საუკუნეზე მეტია მათი კერძო გამგებლობაშია ის ფული, რომელმაც შემდეგ დაამყარა სხვადასხვა სასათბურო პირობები შეუქმნა მომავალში ნაცისტურ გერმანიას. კი ბატონო, რა თქმა უნდა და ფინანსური გაძლიერება და ფინანსისტების გაძლიერება გამოწვეული იყო აი ამ სეგმენტის გაძლიერებით და აი ამ პიროვნებების გაძლიერებით, რომლებიც არ ეპოვებოდნენ არანაირ წარმოებას და ძალიან მარტივად შეეძლოთ ფული შოვნა, ასე ვთქვათ, ჰაირი და ნაშოვნი ფულით იღებდნენ ძალიან დიდ შემოსავლებს. რის ფონზეც მშრომელი ადამიანის, მათ შორის მუშათა კლასის მდგომარეობა რთულდებოდა, იმიტომ რომ მათ უნდა ემუშავათ მთელი თვე, როდესაც ბანკირი დაახლოებით რამდენიმე წამში შეუვლობდა და მე მთელი სისტემა, რომელიც აღმოჩნდა საბანკო სისტემის ქვეშ და რომელმაც თქვენ სწორედ შენიშნეთ დააფინანსა ფაშისტური გერმანია. ანუ მათი არეალი იყო გასაფართოებელი, მათ აღარ ყოფნიდათ ის არეალი, რომელიც ჰქონდათ ევროპა ამ შემთხვევაში. უკვე ამერიკა ნელ-ნელა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უფრო დაწინაურებული გამოვიდა მოგეხსენებათ და ჭირდებოდა დიდი არეალი, რამე თუ მათ ჭირდებოდათ იაფი ნედლეული, ჭირდებოდათ იაფი მუშახელი და სად იყო ეს იაფი მუშახელი და იაფი ნედლეული? რუსეთი, მაგრამ დღესაც მოუსწრო რევოლუციამ. აი დღესაც ხო ხედავთ, რისთვის ატყდა ეს უბედურება 41 წელს 41-ში ისთვის დაიწყო დიდი საომლო ომი და დღეს ვისთვის არის ეს ყველაფერი დაწყებული და რა მოხდა 90-იანებში. ანუ ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც მუშათა კლასი და მშრომელი ადამიანი, მოდი ეს დავარქვათ, რომ მშრომელ ადამიანს გამოვიყენებ, რომ ჩემთვის ადამიანი, რომელიც ქმნის დოვლას გნებავთ სოფლად, გნებავთ ქალაქად, ეს არის მშრომელი ადამიანი. მშრომელი ადამიანის დაუფასებლობა რაში გამოიხატება? ანუ მშრომელი ადამიანი რისთვის შრომობს? მონა შრომობს იმისთვის, რომ გამოიკვებოს, ხო? აი, როდესაც მუშა ქარხანაში თუ გლეხი, რომელიც იყო მისი მიწა იყო ჯერ, შრომობდა მხოლოდ იმისთვის, რომ გამოეკვება თავის ოჯახი. ანუ მეტი განსხვავება ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მოათმფლობელური წყობილების და აი ამ კაპიტალისტური ველური კაპიტალისტური წყობილების პრაქტიკულად არ არის რამდენიმე დღეს წინ მე და ბატონი თემური ვკამათობდით. ანუ მონა სამსახურს ვერ დაკარგავდა. ანუ ის ყოველთვის მოთხოვნადი იყო და მონათმფლობელი ვალდებული იყო, რომ ის გამოეკვება და გამოეკვება ნორმალურად. და ჩვენ ხშირ შემთხვევაში ძალიან შავ ფერებში გვიხატავენ მონათმფლობელურ მდგომარეობას. კი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მძიმე სიტუაციები იყო, მაგრამ მონათმფლობელი ვალდებული იყო და მის ინტერესებში შედიოდა მონა ყოფილიყო მეტნაკლებად ნორმალურ სიტუაციაში. ანუ საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრისი. მშრომელი ადამიანი, რომელიც მხოლოდ საჭმელზე მუშაობს, მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ გადაიხადოს კომუნალური იქნება თუ პირველადი თუ წამალი თუ რა, ხო? და რომელიც საცხოვრებლისთვის იხდის გარკვეულ თანხას თუ ის ქირის ცხოვრობს, აბსოლუტურად ერთგვარ მდგომარეობაშია. ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისში კაპიტალიზმის პირველი შესვლა, სერიოზული შესვლა კრიზისში მივიღეთ აი ამ მდგომარეობამდე მოვედით, როდესაც უკვე მთელი მე-20 საუკუნე იყო ბრძოლა იმისთვის, რომ როგორმე მუშათა კლასი შრომელი ადამიანის დაფასება არ ყოფილიყო და აი თქვენ სწორედ თქვით, მოუსწრო ოქტომბრის რევოლუციამ
და მე მოუსწრო სტალინმა, რომელსაც პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა კაცობრიობას ახალი მოდელი შესთავაზა ადამიანური ურთიერთობის, ცხოვრების, დამოკიდებულების, მატერიალური ტექნიკური ბაზის განაწილების, შემოსავლის განაწილების და აქედან გამომდინარე მომავლის იმედი. ანუ, როდესაც მონას მომავლის იმედი არ ქონდა. მონა მიცოდა რომ ის იყო მონა დაბადებული, მისი შვილის მონა იქნებოდა, მისი შვილიშვილის მონა იქნებოდა. დაახლოებით ანალოგურ მდგომარეობაში იყო განსაკუთრებით რუსეთს თუ დაუბრუნდებით რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპაში ნაწილობრივ, რომ გლეხის და მუშის შვილს, რომელიც მუშაობდა, მას არანაირი პერსპექტივა სწავლის განათლების ერთეულები შეიძლება ისიც თუ ვიღაც ნათესავი გამოუშვებოდა ან თავაც ან ხო ან მოანათლიებდა რაღაცა ანუ თუ ძალიან ესეთი გლეხი იყო ან მუშა იყო რომელიმე მდიდარ ოჯახთან იყო დამოკიდებული და ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს და ანუ ეს ერთეული ადამიანი შეიძლება აი ამ წუმპედან ბოდიში ამ სიტყვაზე რომელშიც ჩააგდეს ისინი თავის შრომით კი არ ჩავარდნენ ობიექტურმა რეალობამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ამოსულიყო აი რაც შემდეგ მოხდა უკვე სტალინის პერიოდში ეს უკვე იყო აბსოლუტურად სხვა მოდელი, რომელმაც აჩვენა როგორ შეიძლება კლასობრივი ბრძოლის დაყვანა ძალიან დაბალ ნიშნულზე და მე უკვე გასწორება ამ ყველაფერს, ანუ პლატოზე გასვლა როგორც ახლა უყარს ეს გამოთქვა, ხო? აი სხვათა შორის ზუსტად კლასობრივი ბრძოლის საკითხზე მაინტერესებდა თქვენი აზრი, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ასე ვთქვათ დასაწყისზე, როდესაც სტალინიც ამ შემთხვევაში ჯერ არის რაღაც 23-24 წლის ბიჭია, ჭაბუკია, ხო? და ისე დაღვინებული ხასიათი და გონება ნამდვილად არ აქვს და თავად წერს რომ კლასობრივ ბრძოლას ყოველთვის ერთი მეთოდი არ გააჩნია თავიდან აი ეს სიტყვაზე პირველ ნაწილში კლასობრივი ბრძოლის მუშები და გლეხები წვავდნენ საკუთარ ქარხნებს რომ აი ეს არის ჩემი ჩაგვრის ადგილი და უნდა დავწვა ანადგურებდნენ იმ დანადგარ მანქანებს რომ აი ეს ჩაგრავს დანადგარი მანქანა დანადგარი ჩაგრავს და ეს უნდა გავანადგურო ხო შემდეგ მეორე ფაზა თქვენ ახსენეთ რომ აი ნელ-ნელა წამოვიდა ხო მეორე ფაზა იყო ბევრად უფრო საშინელი ეს იყო უკვე ეკონომიკური ტერორიზმი როდესაც იყო დირექტორების დახოცვა იგივე ბაქოში ხო რამდენ ბაქოში ხოცავდნენ დირექტორებს ჭიათურაში ხოცავდნენ დირექტორების კანცელარიების დაწვა ანუ ეს არის მეორე საფეხური ეს ანარქისტული სოციალისტი ანარქისტული ნაწილია და მხოლოდ ამის შემდეგ როდესაც უკვე სოციალ-დემოკრატია უკავშირდება რეალ პარტია უკავშირდება მუშათა მოძრაობას ამის შემდეგ ყალიბდება უკვე რეალურად მეცნიერულ კომუნიზმს რაც ეძახია ხო მეცნიერულ სოციალიზმს რომ კი არ უნდა გაანადგურო და ეს ყველაფერი ეს უნდა ხელში ჩაიგდო შენ პირიქით შენ უნდა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია შენ რომ განვითარდე და ნამდვილად რაც თქვენ რაც ახსენეთ სტალინმა ეს ყველაფერი დააყენაო თავდაყირა და შექმნა ახალი ცხოვრებაო ეს არის ზუსტად მუშათა ძალაუფლების პიკი ხო, როდესაც მუშათა კლასს ემსახურება საზოგადოება და არა პირიქით. მუშათა კლასი ემსახურება საზოგადოებას. დაფასება. მოდით ახლა აი რატო ემსახურებოდა მუშათა კლასს? აი ავიღოთ სტალინის პერიოდი, ავიღოთ, როდესაც სტალინმა შექმნა ძალიან ძლავრი ინდუსტრიალიზაციის 2 ხუთწლედი, ჩვენთვის განაცნობილი 2 ხუთწლედი და ჩამოყალიბდა მუშათა კლასი. მუშათა კლასი თავიდანვე მიხვდა იმას ჩემი აზრით, რომ ის იქნებოდა პატივში, მას ექნებოდა პირველ რიგში მატერიალური მდგომარეობა. რევოლუცია მოიგო და მას ექნებოდა ასე ვთქვათ დაფასება და ისინი იქნებოდა ღირსეული ადამიანები. ანუ მუშის შვილი არ იქნებოდა თითის საჩვენებელი, რომ აი მამამისი მუშაა პირიქით. მას ყველა საშუალება ჰქონდა იმისთვის, რომ ესწავლა, მიეღო განათლება, არამედ თუ განათლება, არამედ მიეღწია იმხელა მწვერვალებისთვის თითქმის ყველა დიდი მეცნიერი რუსეთში ის 40-იან 60-იან 50-იან წლებში შექმნა სკოლები იყვნენ გამოსული გლეხის ოჯახებიდან მათ შორის საქართველოშიც ხო ნუ სოციალური ლიფტებს რო ეძახიან ეს იყო მოდელი სტალინის ეკონომიკის სტალინის მრეწველობის და სტალინის იმ ცხოვრების წესს კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა სტალინმა მოახერხა და გააკეთა ის რომ მთელი სახარებისეული 10 მცნებიდან ძალიან ბევრი მცნება გადმოიტანა, მოარგო ის კომუნისტურ იდეოლოგიას, იმიტომ რომ ის თავს თვლიდა ლენინის მოსწავლე და სხვანაირად აი ამ მცნებებს. ის რაც ხდებოდა 1918 წელს ეს ღია სექსუალური რევოლუცია და უბედურება და ხო იცი რაზეა საუბარი, ხო? და ასე ხო? ეს 33 წლამდე ეს კანონი იყო.
ანუ სამოქალაქო ქორწინება და ცოტა მძიმე ამბები იყო. ეს ტროცკიზმის გადმონაშთი იყო და ტროცკის ებრძოლა თითქმის 30 წლამდე. აქედან გამომდინარე ჩვენ მოცემულობა გვაქვს იმისი რომ შრომელი ადამიანის დაფასება შენ თუ გინდა ქვეყანა მოსპო შენ უნდა მოსპო ეს კლასი ანუ უნდა დააჩიაო დაამცირო უნდა ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში რომ მან ან ხელია იყოს ამ საქმეზე ან დაიწყოს ვაჭრობა რომელიც 80%-ს მას კი არა ძალიან ბევრ გაანთლებულ უმაღლეს დამთავრებულ ადამიანს თუ შინაგანად არ აქვს ამის ნიჭი ამას ვერ შეძლებ მერწმუნდეთ რა ეს საკმაოდ რთული ამბავია შეიძლება დაიღუპოს ადამიანი ხო და ჩვენ მივიღეთ 90-იანი წლები როდესაც საქართველოს თქვენ არ გემახსოვრებათ რა თქმა უნდა როდესაც საქართველოს გუგუნებდა ანუ სრული ციკლი ქონდა საქართველოს ქონდა ყველაფერი სუბუქი მრეწველობა სოფლის მეურნეობა გადამამუშავებელი მრეწველობა ანუ ყველაფერი რაც განვითარებულ მაღალ ტექნოლოგიური მრეწველობა რაც განვითარებულ ქვეყანას ერთადერთი არ ქონდა ატომური სადგური დანარჩენი თუმცა რეაქტორი იყო პატარა ეს სამეცნიერო კვლევები მაგრამ დანარჩენი აი ნებისმიერი ჩვენ მაყურებელი ვინც არის ნებისმიერი დარგი აიღეთ დღესაც სოფლიოში განვითარებულია და თუ არ იყო საქართველოში აი ეს მიკროჩიპებს რო ეძახიან მაშინ კეთდებოდა აგერ დიდუბეში ახლა ოფისებად რო არ გადაქცეული რადიო ქარხნები ანუ ჩვენ კადარგებს ვაკეთებთ, გემებს ვაკეთებთ, ფლოტი ქონდა, საზღვაო ფლოტი ქონდა, სამოქალაქო ფლოტი ქონდა, თვითმფრინავს, ანუ ყველაფერი ქონდა. ეს რის წყალობით შევძელით. ჩვენ შევძელით საკმაოდ ჭკვიანური გათვლით, როდესაც რუსთავის ფილმებიც არის ამაზე გადაღებული და რუსთავის შექმნეს იმ ხალხმა, ვინც რუსეთში სწავლობდა, მე ჩამოყოლენ ეს რუსი სპეციალისტები და 90-ში მოახერხეთ მათი გაყარა აქედან. ეს კიდე სხვა თემაა, ეს კიდე სხვა უბედურობა დაგვემართა. ეხლა მე გისვავ თქვენ კითხვას. ხვალ რომ გაიხსნასცა და მილიარდობით დოლარი მოგცენ ჩვენ და გითხარ რომ აი ბანოილია მიშა აგერ აშენე ერთი ქარხანა აშენე მეორე ქარხანა აშენე მესამე ქარხანა ამ ქარხნებში რა ვქნათ კითხვა მაქვს თქვენ ამ კადრების პრობლემაზე ვსაუბრობთ ჩვენ კადრების პრობლემა გარდა იმისა რომ კადრების პრობლემა უკვე და 90-იან წლებმა ისე გააფუჭა ჩვენი მოსახლეობა კაი გაგებითაც გინდა ცუდი გაგებით იმიტომ რომ მოთხოვნადი აღარ იყო კადრები ანუ ხელოსანი დაიხურა ქარხანა ფაბრიკა ყველა ქარხანა ფაბრიკა კოლმეურნეობები გაუქმდა ანუ ქვეყანა გაპარტახდა და მთელი ეს ახალი კერძო ინსტიტუტები რო გაიხსნა ყოველ ფეხის ნაბიჯზე შევიდნენ იქ ხალხი იურისტები ეკონომისტები რომ ისო დაგემთავრებია შენ სოფლის მეურნეობის რაღაც დარგი ის შენ სამსახური არ ქონდა ნუ ეკონომისტი იურისტი კიდე რაღაცას იპოვიდი ანუ 90-იანებში დაიწყო ამ კლასის მოშლა და აი კითხვა რომ დავსვი და ახლა თვითონ გავცე პასუხს თავად გავცე პასუხს 60-70% ინდუსტრიალიზაციის შეივსო რაიონებიდან. ანუ რეგიონებმა შეავსო სოფლიდან საბუდარელი ჭაბუკი. მაგრამ ეხლა ფაქტობრივად დაცლილია ეს რეგიონები. ანუ პრობლემასთან მივდივართ რეალურად ახლა რო შევხვდეთ ამას ხო ძალიან ძნელი არის ზოგადად თვალსაჩინო ჩვენ პრეზიდენტმა თქვა ევროპულ კავკასიას გაუმარჯვესო მე მგონი ხო? ჩვენმა არა ყოფილმა პრეზიდენტმა თავად რო თulis ჩვენ პრეზიდენტი. არა ის ეხლა თulis და ერთი 20 წლის შემდეგ ესენი ბაბატიეთ ესენი არიან შეპყრობილები რაღაცა სააკაშვილის თulis თავის პრეზიდენტად ეს ქალის თulis შეპყრობილი ხალხია. აიც და მაინტერესებს ამ შემთხვევაში ანუ რეალურად ახლა ჩვენ რო ვსაუბრობთ ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ამ ყველაფრის არის ამ კავკასიური ნაციების რაღაც მხრივ მინიმუმ ეკონომიურ კავშირში ჩართვა, რაც თქვენ უკეთესად შეგიძლიათ აგვიხსნათ, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია რაღაც ახალი პარადიგმების, მათ შორის შეიძლება სოციალიზმის გარეშეც, ხო? იმიტომ რომ სხვათა შორის ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენ წავიკითხეთ ესეთი ციტატა რომ როგორც კი, აზერბაიჯანი უკვე გაწითლებული იყო, გასაბჭოებული იყო და როგორც კი გაწითლდა სომხეთი, აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკა თავისი ნებით თმობს ზანგეზურს და ყარაბაღს და ესეთ რამეს ამბობს, რომ საბჭოთა მოძმეერებს შორის გასაყოფი არაფერი არ არის და ჩვენ თმობთ ამ ტერიტორიებს და ამაზე სტალინი ესეთ რამეს წერს, რომ 100 წლეულების მანძილზეო რომ აი ამ ტერიტორიებზე ეს დიპლომატიის ლომებს რო აგზავნიენო ბრიტანელები და ამერიკელებიო და გერმანელებიო, ხო? ყველამ გაიგოს, რომ სოციალიზმმა ერთ დღეში გადაწყვიტა ეს პრობლემაო. ხო, ანუ და ჩვენც ახლა რა პრობლემაშიც ვართ მისულები ფაქტიურად ხო 3,5 მილიონი არც კი შეიძლება არ ვიყოთ დაახლოებით იგივე მდგომარეობაში არის სომხეთი და ცოტა მეტში არის აზერბაიჯანი ყველაზე ცუდი ის არის რომ ცუდი რა ესე გამოდის უბრალოდ რომ ფაქტიურად არც ერთი ქვეყანა საკუთარი რესურსით
ანუ საკუთარი ადამიანური რესურსით არ არის მზად რომ დაიწყოს მასიური ინდუსტრიალიზაცია ისეთი რომ კონკურენტუნარიანი გახდეს მსოფლიო ბაზარზე. ანუ ჩვენ გვჭირდება მინიმუმ ამ სამ ქვეყანას შორის რაღაც ეკონომიკური თანამშრომლობა. არ გვყოფა. აი სამიც არ ყოფნის? ჩვენ მინიმუმ აი რეგიონში მინიმუმ გვჭირდება დაახლოებით 15-დან 20 მილიონამდე ადამიანის ცოცხალი რესურსი, ანუ რეგიონი უნდა შედგებოდეს აი მე ვიწრო რეგიონს ვიძახი, მე არ ვიძახი იმ რეგიონებს, რომელიც მალე შეიქმნება 400-500-600 მილიონიანზე, ხო? ეს ჩემი აზრია, ეკონომისტები უფრო კარგად გაგცემენ პასუხს, მე პოლიტიკურად გეუბნებით. არ გვეყოფა ჩვენ კავკასია. კავკასია ვერ იქნება თვითკმარი თავისი. რის ხარჯზეა დღეს აზერბაიჯანი? ხოლო რამე ისეთი გლობალური წარმოება აქვს, რომელიც ამარაგებს. ჩვენ რის ხარჯზე ვართ? ბორჯომი და ცეკვა თამაში და ცეკვა თამაშის მოგება დაახლოებით 20%-ია დანარჩენი საწვავიდან საკვებით ყველაფერი გადის. სომხეთი რითია. ანუ არც ერთი სერიოზული ჩვენ არ გვაქვს სეგმენტი, რომლის გაშლის შემთხვევაში მე ძიმე მრეწველობაზე მაქვს საუბარი და ინდუსტრიალიზაციაზე, ჩვენ შევძლებთ სამივე რესპუბლიკის ასე ვთქვათ უზრუნველყოფას ერთმანეთში დაკმაყოფილებას. რამდენი 9-10 მილიონამდეა აზერბაიჯანი, 3 მილიონი ნახევარი, 16 მილიონი, 17 მილიონი. 17 მილიონი მოსახლეობა, რომელიც სამ ქვეყანაშია განფენილი, გამორიცხულია, ვერც ერთი თუ შენ არ გაერთიანდი ეკონომიკურად, ეს არის პრაქტიკულად ჩემთვის წარმოუდგენელი, თორემ ვერც ერთი ამ ჩემს მიერ დასახელებული და ჩვენს მიერ მოყვანილი რესპუბლიკებისა და ქვეყნების ვერ მოახერხებს იყოს მიზიდულობის ცენტრი. ბევრი მიზეზის გამო ჩვენ გვჭირდება ერთი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც არის ჩრდილოეთში. ამ გვჭირდება მეორე მიზიდულობის ცენტრი თურქეთი. თურქეთის მიზიდულობის ცენტრი ჩვენ ვიყავით. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, პრაქტიკულად მთელი რესურსი ჩვენ გვითქვამს და გამომეორდეთ, რომ მთელი რესურსი ნედლეულის ადამიანურის მუშახელის გაიწოვა თურქეთმა. ჩვენ რა მივიღეთ? ანუ ჩვენ ვერაფერი ვერ მივიღეთ და მერწმუნად ვერაფერს ვერ მივიღებთ. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობა მენტალური მდგომარეობა უმძიმეს. ჩვენი ახალგაზრდობა აი საბუდარო ჭაბუკში რო არის, აი თვალდა რო ჩადის, გოგიტა რო ჩადის, როგორი ბედნიერია, როდესაც პირველ ხელფას აიღებს და როდესაც გახდება ადამიანი. ანუ რუსული ფილმები არის, რომ აი ამ ქარხნის ეზომ გამომიყვანა მე ადამიანი და კაცად მაქციაო, ხო? რუსულად კი ვიცი ფილმის დასახელება, ხო? ანუ ამას შენ დღეს ვერ გააკეთებ. დღეს რაც მე პირდაპირ მინდა ბოდიში ეთერს გამოვიყენებს ნახევარს, მე მინდა ბოდიში მოუხადო ჩვენ საქართველოში მცხოვრებ სომეხ-ძმებს და სასოფლოში ცხოვრებ ის სირცხვილი რაც გუშინ ჩვენ დაგვემართა, ბანოილია. აი ეს სირცხვილი არის ის საიდანაც უნდა დავიწყოთ ჩვენ. არა მარტო სომეხი ერის მიმართ და სტუმრების მიმართ, არამედ საკუთარი თავი. აი ესენი შევლენ ქარხანაში, ესენი შევლენ ფაბრიკაში, ესენი დადგებიან ჩარხთან, რას მეუბნებით. ხო გახსოვთ 12, 7, 10 წლის ბავშვები იდგნენ დიდ საამულო ომის დროს ჩარხებთან. და სტალინი რო ამოწევს, სტალინიშვილი რო ამოწევს ერთ-ერთი მას და წუნებიაო და დავხრუტო უნდაო და ხალხის დირექტორია მოდი განახეფო იმ საბოტაჟნიკებსო და რო შევლე ფეხშუშელა ბავშვებით განან და ისინი აკეთებდნენ თვითმფრინავის დეტალებს. ანუ შენ ამად დააყენებ დღეს იქ, თუნდაც 20 წლის ბიჭს დააყენებ დღეს ქარხანა, გამორიცხულია თუ არ შეიცვალა მთლიანად აი რაც სტალინმა გააკეთა. რაც გააკეთეს კომუნისტებმა, ხო, ის თუ არ მოხდა, გამორიცხულია დღევანდელი ღირებულებებით, რომელთაც უკვე მეორე თაობა იზრდება. ჩემი შვილის თაობა ხო გაიზარდა. ეხლა იზრდება ის თაობა, რომელიც უკვე ჩემი შვილის შვილები უნდა იყვნენ. ამის აი ხანდახან მithქვამს ბევრჯერ რომ ყველაფერს ეშველება რაღაც სოფლის მეურნეობა, მაგრამ აი ამ თაობებს რა უყოთ. ესენი აბსოლუტურად ადეკვატურები არ არიან. რა მოხდება და რა ხდება. აი ახლა თქვენ რასაც ამბობთ, ხო? სტალინი კი არა, მიშა სააკაშვილი გაგონილი არა აქვს. 20-21 წლის ბავშვებს არიცია რა იყო და გონიათ რომ ასე დაიბადნენ, ესე გაიზარდნენ და არიცია რა იყო საბჭოთა კავშირი, არიცია რა იყო 90-იანები, არიცია რა იყო სააკაშვილის დრო და აი ახლა გონიათ რომ ეს მოცემულობა მათთვის სტატუს-კვო და ასე ვერ გაგრძელდება. სოფლიო დაიღუპა თითქმის რო არა აი დიდი ცვლილებები რომელიც მოდის. გამორიცხულია კაპიტალიზმი და საბანკო სექტორი, თუ ესე გააგრძელა, მერწმუნეთ რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომი მაინც არ აღწევდა. იმიტომ რომ ღმერთი ამდენ უსამართლობას, ღმერთი დავარქვათ ზეციური ძალები თუ განწყორცნილი ასე ვთქვათ
განწყობები რაც ხალხში ამდენ ტკივილს, ამდენ შიმშილს. როცა 1 მილიარდები და იახტები და აღარ იცის რა და ნახევარი კონტინენტი აფრიკის შეერია, სადაც ყველაზე მდიდარი ტერიტორიებია. საიდანაც უკვე ასეული წლებით გააქვთ ძვირფა წიაღისეული ეს არ შეიძლება უბრალოდ არ შეიძლება და ეს რო არ შეიძლება დასრულდება ისე როგორც ჩვენ ვიცით დასრულდება ისე როგორც თქვენ თქვით დაწვავენ ქარხანას რუსული სიტყვა ბიზნეს ხოდნას აი გამოსავალს ადამიანი რობერტ პოულობს გამოსავალის პოვნა გადაწყვეტს რომ რუსეთში რომ მოხდა რევოლუცია რო შეუვარდნენ ამ თავის თავადებს ხო ზოგს ორი კარი მიქონდა ზოგს ორი ფანჯარა მიქონდა შლიდნენ იმ სასამართლოს სადაც ისინი ცხოვრობდნენ ის ერთი ფანჯარა და ორი ფანჯარა კი არა აშენებდა იმ გლეხს მაგრამ ეს იყო რაღაცა დაკმაყოფილების რომ რაღაცა წაართვეს ხო ხდებით ის რამე და ჩვენი სოფლიო ჭკუიდან გადასულია მათ შორის ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე ადეკვატურობა დაკარგული გვაქვს და კიდე ერთხელ ნახეთ ჩვენ რაც გუშინ მოხდა და ეს ბავშვები წარმოიზრდებიან ღმერთად თიხას ამყოფოს და ჯანმრთელად იყვნენ მაგრამ ესენი მერე გახდებიან ის აგრესიული ძალა იმიტომ რომ ჩემი თაობა ჩემი მამების თაობა ის უკვე თითქმის მიდის ჩემი მამების თაობა მიდის უკვე პრაქტიკულად ძალიან ცუდად დარჩა და არის შემდგომი თაობა რომელიც უკვე ასაკშია ჩვენც ასაკში შევდივართ და აი ეს ლუფტი რომელიც დარჩენილი ამ ლუფტს ვერავინ არ შეავსებს პრაქტიკულად შეუძლებელია რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან არა აპოკალიფს არ ხატავ არა რეალურ სურათს ვამბობ რომ ინდუსტრიალიზაცია პრაქტიკულად დღეს წარმოუდგენელი არის ჩვენი ძალებით მაგრამ არსებობს ამ შემთხვევაში რუსეთის ფაქტორი რომელიც ძალიან კარგი იქნება თუ დავლაგდებით როგორც იქნება რა თუ აქეთ მიდის ყოველ შემთხვევაში ეს და მაინც და მაინც ისე არ მოხდება როგორც თავის დროზე თუნდაც 20-იან წლებში მოხდა რომ სანამ მართლა თავზე არ დაიმხეს ქვეყანა იქამდე რომ არ დაადგა საშველი ამ მუშების დაგლეხების გადარჩენას რომელსაც გერმანელების თვითმფრინავებით ბომბავდნენ მენშევიკები ხო საბოლოოდ სანამ შემოვიდოდნენ ამ შემთხვევაში წითლები. აი რა უნდა გკითხოთ ამ შემთხვევაში ისე ამოვიდეთ მოდით ამ მუშათა მოძრაობების და მუშათა მოძრაობების პერსპექტივებიდან და ზოგადად მუშების მიმართ პირველი ეს ნეგატიური დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ესეთ კრიზისების პერიოდში არის ხოლმე რატომ? იმიტომ რომ კრიზისების დროს იციან რომ ისინი ამ კრიზისიდან ვერ გამოვლენ ომის გარეშე. ხო, ომს მუშები? არა. ხელისუფლება, ხო? ამას აქვს ორი დიდი პლუსი. პირველ რიგში ყველაზე აქტიური და ყველაზე ძლიერი ნაწილი მიდის ომში, შენ უკვე ფაქტიურად ერთი ფენა ჩამოიშორე, ვინც შენ წინააღმდეგ გაილაშქრებდა რომ არა ამ კრიზისის დროს რომ არა ომი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის დაგროვილი ქონება და ამ თანხების გათეთრება რაც შეგვიძლია 2008-შიც. აკეთეს ჩვენმა სანაკებო ხელისუფლებამ, ხო? და მესამე ფაქტორი არის რა თქმა უნდა ის რომ მუშა თუ არის შეგნებული ამ შემთხვევაში და შეგნებულ მუშას უკვე ვეძახი მე 20 საუკუნის დასაწყისში რაღაც მცირე ნაწილები რო არიან მაგრამ საბოლოო ჯამში არც ისე მცირე აღმოჩნდნენ რადგან ხელა ქვეყანა აიღეს თავის ხელში ხო ეს მუშები ეწინააღმდეგებიან ომის იდეას ხო მაგრამ კომპონენტი არის მაშინ აკლდა ერთი კომპონენტი ამ დროს ეს იყო წმინდად იმპერიალისტური ომი პირველი მსოფლიო ომი ხო და ამიტომ იყო ძალიან ადვილი ამ შემთხვევაში იგივე სოციალისტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომუნისტებისთვის რომ ომის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ არა პაციფისტურად რო არა ომი ცუდია უბრალოდ კი არა მუშას არ უნდა კლავდეს აი ამ მით რო გამოდიოდა მაგრამ გადის რაღაც 20-30 წლამდე ნაკლები უფრო და ახალი კომპონენტი შემოდის აი ამ პოლიტიკაში რომელიც იქამდე არ არსებობდა ეს არის ფაშიზმი ანუ პოლიტიკური მდგენელი როგორ შეიძლება სახელმწიფო ხელში ჩაიგდოს კაპიტალმა და მართოს ეს სახელმწიფო ხო ნუ კლასიკური აღწერა ფაშიზმის არის ეს როდესაც ტრანსნაციონალური კორპორაციები და კაპიტალი ხელში იგდებს მთლიანად სახელმწიფო ბერკეტებს და სახელმწიფოს მართავს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აი ეს არის უკვე ფაშიზმი ჩვენ ახლა რა პერიოდშიც ვართ ჩვენს მდგომარეობაში ფაშიზმი უკვე როგორც პოლიტიკური იდეოლოგია სამწუხაროდ არსებობს კი რეაქციულია ეს არის კომუნიზმზე რეაქცია მაგრამ მისი არსებობა ფაქტია ხო ანუ რადგან არსებობს სოციალისტური იდეები და კომუნისტური იდეები არსებობს ასევე ფაშიზმიც რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება და ну ნელ-ნელა გადადის ფაშიზმისკენ მიდის ნებისმიერი ასე ვთქვათ ლიბერალიზმი ამ შემთხვევაში ხო იმიტომ რომ
მის შესაკავებლად სოციალისტური იდეების საბოლოო ჯამში უფრო და უფრო ასეთი ხისტი მეთოდების გამოყენება უწევს და ბოლოს მივა ფაშისტამდე, რაც ჩვენ ნახეთ კიდეც, ხო, ამ შემთხვევაში თუნდაც ისე უკრაინის მაგალითზე. აი, მაინტერესებს ახლა თქვენი აზრი მუშების დასუსტება და გულისხმობ ხა მithumedes ინდუსტრიულ მუშს. აი, მაგალითად მეტალურგმა თუ უარი თქვა ჩარხთან დგომაზე, ტანკს ხო ვერ ააშენებთ. ანუ თელ სოფლიოს მასშტაბით ინტერნაციონალზე რო ვისაუბროთ, აი, ეს ცაში ვიფრინოთ ცოტა ხანი, ხო? ხო, ანუ ტანკს ვერ ააშენებთ. თუ ინჟინერმა უარი თქვა თვითმფრინავის მშენებლობაზე, ხო, ანუ ომს გამოაცლის საფუძველს. ამიტომ არის საჭირო პირველ რიგში მუშათა ინტერესების დათრგუნვა და მithumedes მათი ერთიანობის არ დაშვება. და აი ამ პერსპექტივებზე მინდა ვისაუბროთ. აქვს თუ არა თქვენი აზრით ახლა პოტენციალი ჯერ კიდევ სოფლიოს და საქართველოზე ვერ ვისაუბროთ, საქართველო ძალიან პატარაა ამ პერსპექტივებზე სასაუბროთ. აი გერმანიის მაგალითი ავიღოთ, ხო, ვინც ალბათ და დიდი ალბათობით შეიძლება ისევ გერმანია გაეხოს იმ ამერიკის მახეში და ისევ გერმანიდან დაიწყოს ეს დამანგრეველი ომი. ხო და მე როგორც ვუყურებ, ფაქტობრივად შეუძლებელია რამებს შეაკავოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს მანქანა უკვე დაქოქილია, ამ ჩარხს უკან ვეღარ დააბრუნებ და მოძრაობები ფაქტიურად დაქსაქსულია და დაქსაქსულია თან წინასწარ. დაქსაქსულია ამ ნეომარქსისტული იდეებით, რომ მუშა და თუ მუშა აღარ ყოფილა უბრალო ადამიანი, ასე ვთქვათ, რომელსაც აი ოჯახი თუ რწმენა თუ 1000 თავისი რაღაცა ღირებულებები ქონდა, მნიშვნელოვანი ის აღარ ყოფილა თურმე დასაყრდენი ამ ადამიანებისთვის, პროგრესული ძალა ის აღარ ყოფილა, პირიქით ბნელია რაღაც უკვე ჩარჩენილი არის წარსულში და პროგრესული ადამიანი ყოფილა რაღაც მწვანეთმიანი საყურიანი ვიყაც, ხო? ანუ ფაქტიურად შერყვნილია ეს მოძრაობა. ანტისაომარი მოძრაობა, რომელსაც შეეძლო რომ გაეჩერებინა, რომელიც როგორც წესი ავანგარდში მუშები იყვნენ ხოლმე და უნდა ყოფილიყვნენ. ფაქტიურად მუშები ამის ავანგარდში აღარ არიან. მუშები არიან, რომ დატოვეს მუშები. ინდუსტრიული მუშა ახლა გერმანიაში არსებობს, ხო? გერმანიაში არსებობს, მაგრამ გერმანიაში ინდუსტრიული მუშა რამ შექმნა? ანუ ფაშიზმის წარმოქმნის პერიოდში რა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა ჰიტლერის იდეოლოგიის? რა იყო? როდესაც იყო სრული კატასტროფა, ეკონომიკური კატასტროფა და უთხრეს, რომ შენ უნდა დაიპყრო, შენ უნდა გახდე ფაშისტი, იმიტომ რომ შენ უმუშავარი ხარ, გლეხი უმუშავარი არის, შემოსავალი არა და შენ თუ აი ამ იდეოლოგიას და კაციჭამია გახდები, რა თქმა უნდა შექმნი შენ დოვლაც, მაგრამ გერმანიასთან ერთად რამდენი ქვეყანა მოგეხსენებათ ეხმარებოდა გერმანიას ამ ინდუსტრიალიზაციაში, რამდენი ქვეყანა? თითქმის მთელი დასავლეთ ევროპის იმ დროს განვითარებული განვითარებული ქვეყნები, ტექნოლოგიურად მეტად განვითარებული ქვეყნები ვიღაცამ ჭალებში ვთქვათ, ვიღაცამ დაუყანა გვერდში და შექმნეს მონსტრი. ეს მუშები და ეს გლეხები და ეს წარმომადგენლები არიან, მე რო წამოვიდნენ საბჭოთა კავშირზე და ხალხს ატყავებდნენ ეს. მაგიტომ აუ შეგნებულ მუშას ამ შემთხვევაში. შეგნებული მუშა დაიყვანეს იქამდე რომ ის დატოვებს შიერი. ანუ შიერი მუშა ჩვენ ნახეთ 90-იან წლებში საქართველოში, ხო? რატო იყო პირველი დარტყმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე, რომ ყველა დეინდუსტრიალიზაცია განხორციელდა? პირველი ამოცანა რა იყო? პირველი ამოცანა იყო საქართველოში 92, 13, 14, 15 წლებში ყველა დიდი საწარმო გაგვეჩერებია რა დასავლეთს არ შეეძლო ის რომ ჩვენი ჩახშენებელი ვაგონშემკეთებელი დაუშვათ ის დიდი გიგანტები რომელიც არის რუსთავზე და იმაზე რომ იქ მოეცათ ჩვენთვის ცოტა პატარა შეკვეთები და თავი არა ეს იყო მთავარი ამოცანა რომ დასაპყრობად და მოსასპობად და გასანადგურებლად გამზადებული ასე მუშახელის მოსაპარად თავისთავად დღეს კიდე გეუბნებით გავა 2-3 წელიწადში თქვენ რემონტი დაგჭირდებათ სახში მერწმუნეთ ქართველ კვალიფიციურ მალიარს და იატაკის ხელოსანს თუნდაც კაფელის ხელოსანს ვეღარ იშოვნით და თუ იშოვნით ისეთი ფასი იქნება რომ შეიძლება ყოველგვარ რემონტის სურვილი დაგეკარგოთ ანუ როდესაც ქვეყანას ჩვენ სად მივდივართ ქვეყანა დაიპყრეს მოახდინეს დეინდუსტრიალიზაცია მუშათა კლასი ჯამთელი მე მუშავია შეიძლება ბევრს გაეცინოს მაგრამ მე 85 წელს მუშაობდი ლილოში იყო ესეთი საკობ რემონტაჟ სპეციალისტის ეხლაც მახსოვს საშენ მასალა და კომბინატი იქ მუშაობდი ბებეტონად 4 თვე მიმუშავე ხელფასი მქონდა 660 მანეთი მოგე ტაქსი დავდიოდი უცხოენებს საღამოზე ვსწავლობდი ტაქსით მივდიოდი ტაქსით მოვდიოდი
და ცხოვრობდი მეფესავით. ნუ 6 თვეში მომიწია მე თბილისში გადმოსვლა სამსახურში 200 240 სამჯერ შემიმცირდა ხელფასი, მაგრამ მე ვხედავდი ამ ხალხს მეტი არაფერი არ უნდა და აი 4 თვე ვიმუშავე. 3 თვე ნახევარი უბრალოდ რო გითხრათ და მე ვხედავდი რომ აი არ დამამზადება ცოქმარი მუშაობდა ცეხში რა. ბეტონის ფილებს ვაკეთებდი და ეს რაღაც ბრიზგი მოკლედ თელი ტექნოლოგია იყო იქ. და ორივე ერთად იღებდნენ ხელფასს დაახლოებით 1100 მანეთს. იცით რამდენი იყო მაშინ? ახლა 1000 ლარი რო ქონდა შემოსავალი. 6 საათზე, 6 ნახევარზე უკვე ყველაფერი დალაგებული იყო. მივდიოდი სამსახურიდან, კაი ხასიათზე ყველა დაღლილი მაქვს მაყოფილები. თვითონ მანქანის დატვირთვაზე რომ მოდი რო გაქონდათ ხო? ბაბატიეთ ლევათ. კიდე 10 მანეთი იყო. ორი მანქანა იტვირთებოდა. წარმოგიდგენიათ, ყველას არ შეუძლია იყოს ბიზნესმენი. ყველას არ უნდა იმუშაოს ტვინი და არ უნდა წეროს და იკითხოს, არ უნდა ესე პოლიტიკოსობა დღეს ყველა რომ გაპო 25 წელი ამ საქმეში ვარ და ბოლომდე ვერ ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას. რომ ასე აპრიორში რაღაც თქვა პოლიტიკაზე, ხო, დღესაც ვსწავლობ. და მუშა იყო, იმიტომ ვთქვი რომ მუშა იყო შვიდად. მას ხვალინდელი დღე განაღდებული ქონდა. მას საჭმელი, სასმელი, სუფრა, სტუმარი, მისვლა, მოსვლა არ ეშინოდა, ქუჩაში გამოდიოდა გამართული. ნუ გლეხებზე აღარ ვიძახი გასაუბროთ დასავლეთ საქართველოს, გინდა აღმოსავლეთ საქართველოს, გლეხები იყო ისინი უფრო მაღალ სოციალურ ფენაში მდგომარეობაში იყო ფინანსურად. აქ თუ 1200 იყო, გლეხებს ჰქონდათ 5, 6, 10, ზოგს 30 და რატო, მოდი კითხვა დავსვათ. რატო ქონდა ყველა ქართველს 90%-ს, ყველას არა. რატო ქონდათ ანაბრები შულებზე, მერე შულებზე, ყველა შულზე გახსნელი. 10,000, 20,000, 100,000, 150,000 საიდან მოდიოდა ეს დოლარი? შემოკარგოდა. იცით როგორ ხალხს ქონდა? არც სამინისტროში მუშაობდნენ, არც ექიმები იყვნენ, არც არაფერი, ჩვეულებრივი ზოგი მუშა იყო, ზოგი გლეხი იყო, ზოგი ექსპედიტორი იყო, ვიცი არ იპარავდა ეს კაცი მანქანაზე მუშაობდა უბრალოდ კახეთში ქონდა მიწა და კვირაში 3-4 დღე მუშაობდა იქ და მე აბარებდა ღვინოს, ანუ რის თქვა მინდა შრომელი ადამიანი იყო მშვიდად, მას აჭირდებოდა არაფერი. თან ვერავინ ვერ წამოაძახებდა. აი ვიღაცა რაიკომის დივანი ესე ვერ დაელაპარაკებოდა, ვიღაცა ვოლგით ვერ გაუვლიდა და წყალს ვერ შეასხავდა, იმიტომ რომ იმას რომ დაირახავდნენ, იმის პატრონს დაუძახებდნენ, ან იმის შულს აუწევდნენ ყურს. სოციალური სამართლიანობა იყო და სოციალური სამართლიანობის გამომდინარე ადამიანი იყო კარგად, შვიდად. და ეს სიმშვიდე რატო ენატრება საბჭოთა კავშირის დრო ძალიან ბევრს და მათ შორის მეც. იმიტომ კი არა რომ ძალიან ესე ფინანსურად კარგად, არა, შვიდად ვიყავით. ეს სიმშვიდე როცა ყველა ერთნაირად ახარ მეტნაკლებად, როცა შენ არ ჩაგრავე, როცა იცი რომ უსაფრთხოების განცდა ეს რამდენს ნიშნავს თურმე? უსაფრთხოების განცდა ეს იყო, აი ერთხელ მახსოვს სახლში მე რო კლასში ვიყავი და ვერტფრენები წამოვიდნენ რუსთაველიდან, აი თავისუფლებიდან რაღაც სწავლება იყო. გული გამისკდა რა, ერთი 10 ვერტფრენი მოფრინდა და მეთქი ომი ხო არ დაიწყო, იმდენად ისე ვიყავი შვიდა და ისეთ ბედნიერი ცხოვრება ყვა. დღეს ახლა 10 ვერტფრენო დავინახო. გინდა ომი დაიწყოს, გინდა არ დაიწყოს. იმდენად გააძაღლეს მარტო საქართველოში კი არა. აი რატო გადარბიან ქუჩაზე? თავს იკლავო, ერთმა მითხარი ნეტა მოკვდეო. ანუ იმდენად ადამიანის სიცოცხლე გაუფასურა. სოფლიო ადამიანს აი კაპიტალიზმმა ადამიანის სიცოცხლე გაუფასურა. მას ის არ უფრთხილდება თავის თავს. ის გადადის საათს და დედა დაარტყას, ისია გამწარებული. ხვალ არ იცის რა აჭამოს შულს. ზეგ არ იცის ის კრედიტი როგორ გამოვაგდებენ სამსახურიდან. ანუ აი ამ დაუცველობაზე მაქვს საუბარი. სოციალური გარანტიები. დასავლეთში სამართლიანი მდგომარეობა იქნება. დასრულდა დასავლეთისგან სოფლიო ზარცვა. დასავლეთ ევროპა დაასრულა ზარცვა, დაასრულა ამერიკის შეერთებული შტატებმა და აი ეს ნაძარცვი. ძარცველი ყოველთვის უსუსურია. ყოფით პირობებთან ხომ ახსნით. კაცი რომ მიჩვეულია ევროპა, მიჩვეული იყო 10-2 წუთზე ყავას, 10-16 წუთზე შხაპს, იმას რომ ჩაუკეტო შენ 1-2 დღე გაზი და დენი რო არ მიცე, შეიძლება ჭკუიდან გადადგეს. თორე ამასაა მიჩვეული. აი ახლა რომ მიეჩვევიან იმას, რაც ჩვენ გვიქნას. ჩვენ გავიარეთ ეს. მე რატო ვარ უფრო მშვიდად? ჩვენის რაც 90-იანებში გავიარეთ, ეხლა მოუწევს იმათ. კი, მაგრამ ზუსტად ამას ვთილობ, რომ ისევ აქეთ გადმოისწროლონ და ფაქტობრივად ხედავთ კიდეც ერთი არის აგერ რეგიონში უკრაინა, მერე სამხრეთით ყავს ეს ახლო აღმოსავლეთი, ხო?
იგივე ღაზა, ისრაელი, სირია არ არის ჩვენგან ძალიან შორს. ზოგს გონია რომ სადღაც არის, მაგრამ ძალიან ახლოს არის სხვათა შორის. მოგეთანხმებით. ხო? და ეხლა კიდე არ ვიცი, დღეს ვნახულობდი, ამაზე შეიძლება თქვენ უფრო გქონდეთ ინფორმაცია. ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელშიც აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა არის დიდი არეულობები. ფაქტობრივად ძალიან ახლოს მოდის ჩვენს რეგიონთან, პირდაპირ ჩვენთან მოდის, თორე რეგიონში უკვე არის. ჩვენსკენ იწევს ფაქტიურად ეს დაძაბულობა და ომი და ჩვენ საუბრობდით ხო რომ რუსეთთან დაპირისპირების პერსპექტივებზე რამდენიმე წელია უკვე ამაზე ვსაუბრობთ ხო და რაც ჯერ კიდევ ლეგენდები გონია ხალხს რომ როგორ შეიძლება ჩვენ ესეთი პატარა ვართ და რუსეთი ამხელა და ჩვენ რუსეთს როგორ დავავალთ რუსეთი კი ჩვენ კი არ დაგვერთხა რუსეთისთვის ჩვენ უნდა გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები რომელსაც რუსეთი აღიქვამდა საფრთხეთ და გადმოდგავდა შესაბამის ნაბიჯებს ხო როგორც უკრაინაში გააკეთა ხო საფრთხეთ აგვიდგა რუსეთმა 2008 წელს და მოხდა ისაც მოხდა ანალოგიურად საფრთხე შემცველი გახდა რუსეთისთვის 92 წლის აფხაზეთში ქართული საჯარისო ფორმების შესვლა რომელიც იყო დანაშაული და ეს გამოსაძიებელია ეს არის გამოსაძიებელი და მე მივხვდებით რა მდგომარეობაა და რაც შეეხება ახლა ირანის თურქეთის ამ მდგომარეობას დღეს დაიწყო მეორე ერთ-ერთი რაუნდი მოლაპარაკების ხო ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლებს ხო შორის უკრაინა რო შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს დარჩა საუდის არაბეთში და ხელდება მათ მოლაპარაკებას და ისიც ვინ არიან ჩასულები ორივე მხარეს წარმოადგენს უშიშროების თან უშიშროების საბჭოს უშიშროების საკითხებში მიზის მოდელი კარასინი არის რუსეთის მხრიდან და ბესედა არის გენერალი რუსეთის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც კიდე ამ უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები არიან. ანუ ისინი იყოფენ ჯერ უსაფრთხოებაზეა საუბარი. ანუ უსაფრთხოება უნდა რუსეთმა უნდა მოახდინოს თავისი უსაფრთხოების, ხანგრძლივი უსაფრთხოების სტაბილიზაცია. ამის შემდეგ დაიწყება საუბარი ყველაფერი იმაზე, რაც არის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ერთი რამ ვანოელია, მე ძალიან მეშინია, რომ ანგლოსაქსები ევროპის, აღმოსავლეთ ევროპას განსაკუთრებით და არ მინდა ვიქონიო ესეთ, არ მინდა ხო ძალიან ჩვენ მსმენელი ჩავაგდო რა პესიმიზმში. კავკასიის აფეთქებისთვის ყველაფერს იზავენ. ანუ ჩემი გადასახედიდან მე სომეხალს თვლიდი და ახლავს თვლი ძალიან ბრძენ, ძალიან ჭკვიან, პრაგმატულ ერად და აი ეს კაცი რომელიც ახლა პაშინიანი ქვია, როგორ მოახერხეს მისი იქ მიყვანა ის სხვა საკითხია კიდე რა წინაპირობები იყო. ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი შედის, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საფრანგეთის ამერიკის შეერთებული შტატების აი იმ ნაწილის იმ ანგლოსაქსების რომელიც ინტერესებშია აფეთქება და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფიქრობთ? კი, სამწუხაროდ შეიძლება მოხდეს ამ კონფლიქტი. აი ისეთი მაპროდუცირებელი ამ შეიძლება მოხდეს, აი როგორც ფარფერდინანდის ყველობა იყო. შეიძლება არაფრისგან წარმოიშვას კონფლიქტი და გუში რო უყურებდი სტადიონზე რა ხდებოდა. კიდე გონდები შემძარა რა, იმიტომ რომ ეს არ იყო ადეკვატურობა, ეს არ არის ნორმალური. ეს წინაპირობაა ცუდი რა მენიშნა მე რა. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აი ეს ანგლოსაქსები და ეს ლიბერალური იგივე თუნდაც საბანკო სისტემა ყველაფერს გააკეთებს რომ ტრამპის და პუტინის მოლაპარაკება ჩაიშალოს. აღმოსავლეთ ევროპა უკვე ღელავს ბულგარეთი და რუმინეთის პოლიტიკური წრეები უკვე ღელავენ რომ შავ ზღვაში რუსებს ხო არ უშვებენ ისე როგორც ჩვენ არ გვინდაო. ანუ შავ ზღვაში შესვლაზე რაზეა საუბარი ოდესის კონტროლი. ანუ მე ღმადა ვარ დაწუნებული მიდი საუბარი ახლა დღეს ხვალზე იქნება საუბარი რომ ზელენსკი რო გადადგება და რომ მოილაპარაკებენ იმ 4 რეგიონზე რომელიც აუცილებლად არჩება რუსეთის ტერიტორიაზე როგორც კონსტიტუცია აღიარებული მე აუცილებლად გამოცხადდება დღეს მაგაზეც ვფიქრობდი და ვკითხულობდი და ჩემ კოლეგამ მას დამიდასტურეს რომ არ არის გამორიცხული ოდესაში მოხდეს რეფერენდუმი. ანუ ის რეგიონები რომელიც ჭირდება შავი ზღვაზე მთლიანად რომ არ შემოვიდეს რუსეთს აჭირდება. თავარი ახლა შავი ზღვის აკვატორია იყოს დაცული. რომ იქ არც ერთ შემთხვევაში 10, 20, 30, 50 წლის შემდეგ არ მოხდეს ნატო ამერიკის შეერთებული შტატებში ან მათი სოციალისტ კონსტანციაში აშენებენ მე მგონი ძალიან დიდ ბაზას. ხო, ახლა მიდის მშენებლობა. და მე მგონი ზუსტად ეს იყო იმის მიზეზი რომ ეს გეორგეს ხო აი ესე უფრო აი
ეს ესეთი უპრაგონო რაღაც რო გააკეთეს. ხო, აი უყურეთ, ეხლა პირველი თემა რა არის მოლაპარაკებების. რომ რუსეთმა მიიღონ ხანგრძლივი მშვიდობის გარანტი. ამისთვის მათ აქვს პირობები, მათ შორის შავი ზღვა მთლიანად უნდა გახდეს რუსეთის აზოვი ხო მოახერხეს და რუსეთის შიდა წყად გახადეს. ეხლა შავი ზღვა. ამისთვის რა არის საჭირო? მივიდეთ რიაბკოვის ჩემს საყვარელ ულტიმატუმთან. აღმოსავლეთ ევროპა 97 წლის საზღვრებში ნატოს ინფრასტრუქტურით. წავა ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები. წავა, მაგრამ აქ მეორე მაგრამ არის. ანგლოსაქსები მისცემენ იმის საშუალებას ტრამპს ეს გააკეთონ და ამიტომ ევროპა შეიძლება გახდეს ახალი კერა. ანუ დაშვებას რატო ვაკეთებთ, რომ ტრამპი უბრალოდ ნაცარს არ აყრის ახლა და ერთი ხელით არ ეჭორავება პუტინს ამ შემთხვევაში და მეორე ხელით ზუსტად თვითონაც არ გვიმზადებს ამას, ანუ ვითომ ეგეთი სხვაობაა მართლა და დამარცხდა deep state-ი? არა, deep state არ დამარცხებულა. ახლა მე ძალიან შორსა ვარ ამაზისგან. ჩვენ არც სამშვიდობოს არ ვინმე არ იფიქროს, ახლა რომ ჩვენ სამშვიდობოს ავად გასული, არავის არ ვაშინებ. ჩვენ ძალიან პირიქით დასაწყისი იყო. ჩვენ გვაქვს მინიმუმ 1, 5, 6, 7 თვე საკმაოდ მძიმე პერიოდი გასავლელი. იმიტომ რომ აი ეს deep state-ი უკვე ევროპას გამოიყენებს. აი ჩვენ იქ მივედით, საიდანაც დავიწყეთ. აი ეს ეკონომიკური სოციალური მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ევროპაში, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ამაზე ითამაშებენ, ეს იქნება მაპროვოცირებული ტრიგერი იმისი, რომ მერე მოხდეს ევროპის აფეთქება. ევროპის აფეთქება ის ბრიტანეთი ზევით არის საკმაოდ დაცულად იგრძნობს თავს და იმედი მაქვს მას. არც ევროკავშირში აღარ არის. არანაირად არ აღელვებს ეს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებთ ჩემას რა. ანგლოსაქსები და აი ეს ძალები ევროპას გამოიყენებენ პუტინის და ტრამპის შეთანხმება, რომ პრაქტიკულად არ შედგეს ეს ერთი, ან თუ შედგა ჩაიშალოს და მეორე კავკასიაში, რომელიც არის ძალიან რეგიონი, ახ თქვენ ბრძანეთ სირია, ირანი, აი თურქეთში რა მდგომარეობა, პრაქტიკულად გარემოცვა როგორც წლების მანძილზე იყო გარემოცვა, ანუ რუსეთის საზღვარი, რუსეთთან მიმდებარე ტერიტორია უნდა იყოს მუდმივი დაძაბულობის კერა. მუდმივი დაძაბულობის კერის პერიოდში რუსეთი იქნება მუდმივად შეშფოთებული და მუდმივად გაიხედავს საიდანაც საშიშროება იქნება იმ წერტილს დაარტყავს. ავღანეთში ავღანელები რო შედიოდნენ ჩვენი სამხედროები, იმიტომ რომ რაღაცა მოკლა უნდათ. უბრალოდ ნებისმიერ ბალახის და ბუჩქის იმაზე, რა ქვია, განძრევაზე ისროდნენ, იმიტომ რომ სუსაშროებას გზნობდნენ. ამიტომ რუსეთიც დღეს ძალიან საერთაშორისო ქვეშ არის დღესაც, ხო? და ცდილობს თავის უსაფრთხოებაზე მოელაპარაკოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გაგვივლია ის რუბიკონი არ უკვე გადალახული. და ამ რუბიკონის გადასალახად ჩვენ რა გვჭირდება, იცით, ახლა უცნობას კიდევ ერთხელ მინდა მიმართო. აი ეს ბიჭუშკები რო დარბოდნენ, პატარა ბავშვები რო დარბოდნენ და ესენი რო არიან რუსთაველს რატო აკეტიებთ ბატონებო? აი 5 კაცი, 10 კაცი გამოდის რუსთაველს და კეტა. გასავლეთით თქვენ ხო იცით რომ უკვე აღარ დაგინახავთ არანაირ სიკეთეს, არა? დაანებეთ თავი, მიხედეთ ქვეყანას, იმიტომ რომ გუშინდელმა ფაქტმა დაგვანახა, რომ ჩვენ ჯერ გვაქვს წინ ძალიან დიდი პრობლემები. ღმერთად დაიფაროს აქ აინთოს, ამას მოყვება ტოლვილები, უკონტროლო სიტუაცია და შედეგი რა უნდათ, ხო იცით? თუ აქ აირია, პრაქტიკულად ჩრდილო კავკასია უფეთქდება რუსეთს. აქ არეულობა საქართველოს და აზერბაიჯანის და ანუ რამდენი რესპუბლიკას 1 2 3 4 5 ვესაზღვრებით, ხო დაახლოებით. ჩრდილო კავკასიურ. აქედან როგორც 90-იანი შედიოდა, ისევე წავა იარაღიც, ფულიც და ისე ვიმეორებ, ანგლოსაქსების და აი ამ deep state-ის მას ნუ ამოვიღებთ დღის წესრიგიდან. ისევ ძალიან ძლიერად არიან და ისევ დიდ ბრძოლას გაუმართავენ ორივეს, პუტინსაც და ტრამპსაც. ბატონო და მინდოდა ეხლა მესაუბრა ჩვენ ამ სამ რესპუბლიკაზე ვისაუბრეთ იქ პლუს რუსეთის ფაქტორის განვიხილეთ. რას ფიქრობთ 3+3 ფორმატზე უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან? შესაძლებელია 3+3 ფორმატი მით უმეტეს თუ ეს დაძაბულობა გაღვივდება ირანსა და აზერბაიჯანს შორის, პლუს თურქეთის ეს ქცევა თურქეთში რაც ხდება ზოგადად პლუს სირიის მიმართ რა დამოკიდებულებაც აქვს. კიდევ აქტუალური იქნება 3+3 ფორმატი როგორც უსაფრთხოების გარანტია? იმიტომ რომ ასე თუ ისე უსაფრთხოების გარანტად შეგვეძლო ჩაგვეთვალა ეს ფორმატში ჯდომა, ხო, რაღაც დონეზე. ჩვენ აი დღეს ბატონი მამუკა ფიფიას ინტერვიუ გამოვიდა ასავალ-დასავალში, სადაც საუბრობს 3+3 ფორმატზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე მუდმივად საუბრობთ ბოლო რამდენიმე თვეა და რამდენიმე წელია. საუბრობს რკინიგზის აღდგენაზე, რაც ერთ-ერთი გარანტი არის. რომელ ქვეყნებში გადის ეს რკინიგზა?
თუ არ ვწდები, აბა გავიხსენოთ რუსეთი, საქართველო, სასუნხეთი, აზერბაიჯანი და ირანი და თურქეთს. ანუ პრაქტიკულად დღევანდელ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენ რკინიგზის გახსნით გვეხსნება საშუალება იმისი, რომ უფრო ფართო არეალში მოვექცეთ. ახლა რაც შეეხება 3+3-ს. ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით 3+3, აი რატო ვერ შევდივართ? რატო ვერ ვაკეთებთ ამ განაცხადს? ერთადერთი მიზეზი არის, რომ სადღაც 10 წლის წინ, როდესაც პირველად გაჟღერდა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თან არც მე მგონი ხა პირდაპირ შეიძლება დაურეკა და აუკრძალა, მაგრამ საჯაროდ თქვა, რომ მიზანშეწონილი არ ამბონია იყოსო. ჩვენო პარტიამ ბატონო ელია არაერთი პრესკონფერენცია მოაწყო, გინებათ მოსკოვში, გინებათ თბილისში და ამ შეხვედრები მამუკას აქვს, ბატონ მამუკას ფიფიას აქვს ძალიან ბევრი ადმინისტრაციაშიც და სახელმწიფო სათათბიროშიც და სხვა ორგანიზაციებში. ხო, ჩვენ ამას კულტივირებას უკეთებთ. მე პირდაპირ ვიტყვი ხა არავის არ ეწყინება. მე მრჩება შტაბეშტილება, რომ ჩვენი ხელისუფლება ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს აიმძალებს. რომელსაც შეიძლება ზუსტად ის გააკეთონ, რაზეც ჩვენ 2 წუთის წინ საუბრობდით. ანუ მაქსიმალურად მოახდინონ აქ რადიკალიზაცია სიტუაციის და ვერ მოასწროს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტმა და რუსეთმა უკვე თურქეთი პრაქტიკულად თავის პრობლემებში თუ ჩატოვეს და გაგრძელდა ეს იქ თურქეთში ეკონომიკა უკვე ძალიან მყიფეთ არის, სხვა საკითხია. შეიძლება ვერ მოასწრონ ჩვენმა მეზობლებმა აქ საქართველოში სიტუაციის დასტაბილირება. ამიტომ 3+3-ში შესვლა არის აუცილებელი, მაგრამ როგორც ამბობენ, გუშინ იყო ადრე, ხვალ იქნება გვიან. ანუ რაღაცა ისეთი მომენტია სანახავი, რომ აი გავძვრეთ, იმიტომ მეშინია კიდევ ერთხელ მემეორებ, იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გაგვივლია ეს რუბიკონი. 3+3 იდეალური არის ჩვენთვის. მით უმეტეს, როდესაც ლავროვი რამდენჯერმე გეუბნება ამის შესახებ და მოგიწოდებს, ხო? შემდეგ გადადგა ნაბიჯი. ყველა ნაბიჯში არის საკმაოდ დიდი რისკი. მით უმეტეს ისეთ რეგიონში, როგორც ჩვენა ვართ, მაგრამ სულ პატრონო დარჩენა. ანუ თუ რუსეთმა და ამერიკამ ვერ მოასწრო მოლაპარაკება, წარმოგიდგენთ სცენა, ყველაზე ცუდი სცენარი. ესენი საუბრობენ, ვერ ასწრებენ მოლაპარაკებას უკრაინაში დასავლეთი, ამ შემთხვევაში ბრიტანეთი აგრძელებიებს ომს. ესკალაცია არის, სამხედრო ესკალაცია და ცეცხლი არ წყდება. ქვევით სამეზობლოში პრობლემაა, სირია, ირანი, თურქეთის პრობლემა დგება, სირია, აზერბაიჯანის და ირანის პრობლემა დგება. აუცილებლად ჩართული იქნება ისრაელი და მე ჩვენ ვისთან მივიდეთ, ვის რა ვთხოვოთ? ვიღაცა ხომ უნდა ყავდეს, რომ შეეფარო, შეზე უფრო ძლიერი. ხო, ქოლგის ვარიანტი. ჩვენ დღეს ქოლგა არ ეყოს და 3+3 ეს არის იდეალური ვარიანტი. არავინ არ გაგებრაზდება გარდა აი deep state-ისა. აი deep state-ი გაგებრაზდება. თორე ტრამპისთვის, ტრამპს ახლა იდეალურია, ტრამპს აწყობს ახლა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ოდესმე კონფრონტაციაში იყო, პირველად არ ვამბობდა, კიდე გავიმეორებ, რუსეთთან მივიდეს რუსეთთან სალაპარაკოთ. იმიტომ რომ ნაკლები ისეთი წერტილები ექნება, ნაკლები განსახილველი ექნება, ნაკლები თავისტკივილი ექნებათ რა. და ჩვენ ეს თავისტკივილი უნდა მოუხსნათ პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს. მაგრამ საფრთხე რა თქმა უნდა ძალიან დიდია. ამის გარეშე მაინც არ გაბო. მაინც შევალთ ამ 3+3-ში. შეიძლება კიდე უფრო სხვა ორგანიზაციებში შევიდეთ. ბელორუსის რუსულ კავშირში შევალთ. აგერ ამბობდა დღევანდელ დღეს ამოჭრია, ამაზე შევიდახავ. ბელორუსია რუსეთის კავშირში შევალთ. სამხედრო კავშირში შევალთ. შეიძლება სამხედრო არ ერქვას, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტზე რაღაცა საუბრობენ, ეს ნაკლებად ჯერა, საქართველოს ნეიტრალიტეტი გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. და კიდე უფრო ცუდად არ შევიდეთ. უფრო ცუდად არ შევიდეთ. თორე ჩვენ იქ შევალთ, სადაც ჩვენი ადგილი არის. ჩვენ 35 წელი ბანოელია. აი ესე უკომპასო გემივით დავბორიალობ და ხარ ეს მივასწრებით ხარ მეორს და ნაპირიც არ ჩანს. მისთან მივიდა და ნაპირი არის ერთადერთი. ეს არის შენი სამეზობლო და სამეზობლოში არ უნდა იკეკლუცო. თუ იკეკლუცო სამეზობლოში, მე ყველა ხელს დაიბმას და შეხედავენ შენი ტერიტორია როგორ გაიყო. ძალიან ცუდ რამეს ძიმი ამბობს ვაო, მაგრამ ეს და კიდე ერთი კომპონენტი გამოგრჩა და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, რამდენად შეიძლება იყოს საიმედო. ეხლა თითქოს აი მე თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ მე თითქოს ვერ გავერკვი აი ჩინეთთან რა ხდება ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა შორის. მეგობრები ვართ, არ ვართ მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩინეთი უფრო გვიყვარს თუ ამერიკა.
აი თითქოს ვერ გავერკვიე ბოლო-ბოლო რა ხდება, ანუ ვირჩევთ ამ ხარეს, იქ გამოსავალისკენ ტრიალდება საქართველოს, რაც მე მივესალმები პირიქით. ბრიქსის გაერთიანებასაც მივესალმები, რა თქმა უნდა, ჩინეთთან ურთიერთობას მივესალმები, როგორც სოციალისტური ქვეყანა, რომელსაც კომუნისტური პარტია მართავს, ანუ ბევრი რამის გამო მივესალმები, მაგრამ ვერ ხედავ სიმართლე გითხრათ, ან თითქოს ერთი უბრალოდ რაღაც ამერიკაში, ამ შემთხვევაში ბაიდენის ამერიკისთვის თვალში თითის დაკება იყო ეს ჩვენი გაფორმებული ხელშეკრულება და დამთავრდა. თუ რაღაცა ხდება და ჩვენ არ ვიცით. ნუ ახლა ჩინეთი ჩემი პატივისცემა მინდა გამოხატო ამ დიდი ქვეყნის მიმართ. ჩინეთი ყველგან ცდილობს აფრიკაში თავისი ძალიან დიდი ინტერესები აქვს. ჩინეთი ცდილობს კავკასიაში თავისი ინტერესების გატარებას და ეს ბუნებრივია. საწყენი არავისთვის არა, როდესაც სხვა ქვეყანა ცდილობს თავის ინტერესების გატარებას. ამ დროს შეუძლია დაამტყიოს შენი ინტერესები მის ინტერესებს. თუმცა ესეთი ხისტიის და ინტერესები როგორც ამერიკას მაგალითად და ევროპას არ აქვს ჩინეთს. ჩინეთს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, ის აცლეულებზე ფიქრობს და არა გუშინდაზე. ქართული ჩვენ ყველაფერი გუშინ გვინდა, ხო იცით, ჩემი გამოთქვა. ის აცლეულებზე ფიქრობს და აცლეულებზე მუშაობს. ჩვენ სხვა გზა დღეს სანამ აი ეს არ მოხდება, რასაც ვამბობ, სანამ არ გაირკვევა, სად დავდგეთ ჩვენ და ვისთან ერთად უნდა ვიდგეთ, იძულებულები ვართ. ჩინეთი არის საკმაოდ კარგი პარტნიორი, საკმაოდ ფინანსურად შეძლებული ქვეყანა არის, ინვესტიციების ჩადება შეუძლია, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ გარკვეულ ესეთ რას ვემბრძანეთ, გარკვეულ ესეთ კაფიო ნაბიჯებს, იმიტომ რომ ისიც უყურებს როგორ დაალაგდება აქ სიტუაცია და მაგრამ ერთ რამეს მაინც ვიტყვი ეს ჩემი მოსაზრებაა და ამას ვერ გადამათქმევიებს ვერცეთ გაერთიანებაში ეს ბრიქსი იქნება ის იქნება 3+3 იქნება თუ ასე შემდეგ ჩვენ ვერ შევალთ თუ რუსეთთან არ ავღადგინოთ ერთი დიპლომატიური ურთიერთობა არ გავხსენდეთ რკინიგზა და რაც შეეხება და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონს ეს უნდა გადაწყდეს უკვე ერთიანი ქვეყნის შემადგენლობაში. საქართველოს თუ არ გაერთიანდა იქ, სადაც სხვა ქვეყნებიც იქნებიან, ისიც იქნება როგორც 18 წელს იყო და მე როგორც მოხდა, შევედით, გამოვედით, გამოიყო ეს სხვა გადაცემის თემა, სხვა დრო შევეხოთ ამ თემას. ჩვენ მოგვიწევს ერთ კონკრეტულ ორგანიზაციაში ან გაერთიანებაში შესვლა, სადაც ისინიც იქნებიან, ჩვენც ვიქნებით. ამ შემთხვევაში ცხინვალზე სოხუმს ვამბობ. საქართველოს იქნება მოსკოვიც, ბელორუსიც და კიდე რამდენიმე ქვეყანა. რიგი დადგება. აი იქ უკვე შეგვიძლია ჩვენ რაღაც საუბარი, მაგრამ ეს არ არის ერთი დღის, ეს არის ორი დღის. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენ სახლებში, პირველ რიგში ტოლულებზე მაქვს საუბარი და დანარჩენი პოლიტიკურად როგორ იქნება. ეს სამყარო შეცვლილია უკვე. ის რაც პუტინმა თქვა რომ 22 თებერვალამდე რაც იყო ის არ იქნებაო, ჩვენ ხედავთ. ეს იყო ის წითელი ხაზი რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების უკან დგომა სანქციებმა და იგივე ფინანსის თემა გადაადგმევიეს რუსეთს და ნუ გამოგვიძებული რუსეთი ტერს და უბრალოდ მათ დაავიწყდათ ისტორია 1812 წელი და 1941-45 წელი და იმედი მაქვს ჩვენ რუსებთან ერთად და რუსები ჩვენთან ერთად არასოდეს არ გამოვყოთ მე არც რუსების ზღვას და არც როგორც საქართველოს ჭირდება რუსეთს ისე რუსეთი გჭირდება ჩვენ ეს უნდა გავიგოთ კარგად. აქაც უნდა გავიგოთ და კრემლში ეს იციან და იმიტომ გთავაზობენ. მათ ჩვენ ერთმანეთი გჭირდება. არის რაღაცა რის გამოც ეს დღეს ვისაუბრებთ ამაზე. ასე რომ ყველაფერი მიდის კარგად, მაგრამ სახიფათოდ. კარგად, მაგრამ სახიფათოდ და ძალიან დიდი დაკვირვება გჭირდება. და კიდევ ერთხელ ხელისუფლების სპეცსამსახურებმა მაქსიმალური ყურადღება. და მინდა რომ აი ბოლო 15 წუთი გვაქვს დაახლოებით დარჩენილი არც კი და ვისაუბროთ პერსპექტივებზე, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვართ ფაქტობრივად რაღაც თვენახევარში ორ თვეში დაიწყება უკვე წინასაარჩევნო კამპანია. კი, შეიძლება ეს არ იყოს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ამ ასეთ კრიზისულ პერიოდებში, მით უმეტეს პოლიტიკური კრიზისი მუდმივი და თამდევია, ეს ყოველდღიური მცირერიცხოვანი თუ მრავალრიცხოვანი იქნება, ეს მაინც ზეწოლაა, იმიტომ რომ სულ ერთი ადამიანი გამოდიოდეს იქ ევროპიდან და ამერიკიდან სხვადასხვა ლობისტები და ის ამ ყველაფერს ისე აბუქებენ და ისე აცხადებენ გეგონება მართლა ყოველდღე წაიქცეოდეს ხო საქართველოში და რეალურად ესეც ამას თავისი ეფექტი აქვს იმიტომ რომ
ისევ ამ ხო ამბობენ ახლა სიტყვაზე, რომ აი ჩვენ ოპოზიციას მხარს არ უჭერთ, მაგრამ ბევრი არ გამოდის. ხო გუჟეთ და არა ოპოზიციის მხარს არ უჭერთ, მაგრამ იმ ოპოზიციას ეძახიან ბრუსელში, იმ ოპოზიციას ურეკავენ ტელეფონზე, იმ ოპოზიციას ეძახიან ეკითხებიან აზრს რა ხდება საქართველოში, ხო, ვინც ოპოზიციას მხარს არ უჭერს, ის ახალგაზრდები რო არიან, როგორც ამბობენ, იმათ ხო არ ურეკავენ. იმათ ხო არ ეკითხებიან, იმათ აზრს ხო არ კითხულობენ, ან ისინი ხო არ ჩადიან ვაშინგტონში და ბრუსელში სასაუბრო და სენატორებს ხო არ ხვდებიან. ხვდებიან ისევ ესენი, ანუ ფაქტობრივად ჩვენი მოსვენება ამ შემთხვევაში დიდი ხანი ანუ არ იქნება, მით უმეტეს ამ არჩევნებამდე და ამ არჩევნების მერე კაიხანი, ანუ რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ამ თქვენი აზრით ამ ადგილობრივ არჩევნებს? იქნება თუ არა ეს კიდე ერთი როგორც ეძახიან გამოცდა დემოკრატიისა, როგორც წინა ადგილობრივ არჩევნებზე დაგვიწესეს რაღაც კონკრეტული პროცენტი უნდა აიღო თურმე ოცნებას თორე ისე არ ჩათვლიდნენ რომ ისინი ლეგიტიმურები არიან და ასე შემდეგ. ანუ რას ფიქრობთ თქვენი პროგნოზები რა იქნება როგორც წესი ხოლმე ძალიან საინტერესოდ სჯელობთ მომავალზე. იმ პერიოდის ოპოზიცია პრაქტიკულად იქნება სრულად დემორალიზებული. ოპოზიცია აღარ იქნება, იმიტომ რომ მათ მოახერხეს თავის პატრონების გადამკიდე იმ მდგომარეობაში ჩაეყენებია თავისთავად რა მდგომარეობაში არიან. მართველი პარტიას ჩვენი პარტია ხარს უჭერდა ჯერ იმიტომ რომ არ ჩავერთეთ საომარ მოქმედებებში და გადარჩა ეს ქვეყანა და მეორე ბოლოს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს დაიწყეს ევროკავშირზე იმის საუბარი, რასაც ჩვენ საუბრობთ. ეს უკვე მეორე მხარდაჭერა. მესამე მხარდაჭერა იქნება მაშინ, როდესაც სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და პროცესებს მიხედავენ ქვეყანაში და ეს საშინელი ფასები, რომელიც არის საქართველოში, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს სტალინისგან გამომდინარე, იმ ეკონომიკიდან გამომდინარე დაარეგულირო და ჩასვა ზემოგებები მოახსენები ამ ყაჩაღებს, ვინც ყაჩაღობენ. ყველაზე არ მაქვს ბიზნესზე საუბარი. და მივდივართ ისევ იქ. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მოასწრებს თუ არა შეთანხმებას. თუ მოასწრო და ვფიქრობ მოასწრებს იანვრისთვის. მე უკვე ჩვენ შეგველება შემდეგი წლის იანვრისთვის. მანამდე ოქტომბერში იცით რა არის პირდაპირ ვიტყვი ხა დიპლომატიურად გიპასუხოთ თუ პატიოსნად? ორივენაირად. შეძლებს და ხა პატიოსნად რო გიპასუხოთ თუ ოცნებამ არ აიღო ხელში სრული ძალაუფლება და ქვეყანაში არ დაამყარა წესრიგი, ძალიან გაუჭირდება. ოცნებას დღეს აქ ერთი პრობლემა, შიდა პრობლემები აქვს ძალიან სერიოზული, მათ შორის პარტიაში, მათ შორის სტრუქტურებში. ეხლა ადრე თუ სტრუქტურებში კიდე ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლები, ძალოვნები იყვნენ თუ რა მნიშვნელობა სამინისტროები თუ სკოლებში. კიდე ჩუმად ცოტა რაღაცას გამოხატავდნენ და დემოკრატიის რაღაცა ნიშნებს თვლიდნენ რომ იყო. დღეს ისინი აბსოლუტურად გადავიდნენ იატაკქვეშეთში. დღეს აქტიურად ხო ხედავთ რუსთაველზე. რუსთაველი მარტო იმიტომ კი არაა ცარიელი, რომ ხალხი არ გამოდის. ნუ იქ იყო რაღაც ჯარიმები ეს ყველაფერი, მაგრამ აქ არის ბეშიში. ანუ შეშინდნენ, ჩაიკეტნენ და ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც იქნება ანთებული მწვანე წითელი თუ რაფერიც გინდა იგულისხმოთ, რომ ეს საშიშროება არის და დღეს გაცილებით უფრო საშიში არის ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც ქუჩაშია გამოსვლელი. და ჩვენ არ ვიცით რა მიზეზით გამოვლენ ეს საბაბი რა იქნება. ეს იქნება სოციალური აფეთქება, ეს იქნება ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, ლარის კურსი, ჩვენ არ ვიცით და ჩვენ ის არ ვიცით ეკონომიკური კუთხით მოასწრებს თუ არა დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და აი ჩინეთი მოასწრებს იმას, რომ ჩვენ თუ ფინანსურად გაგვიჭერდა, ცოტა ხანი გვერდში დაგვიდგეს. როცა რაღაც ნაბიჯს დგავ, სარისკო ნაბიჯს, უნდა გქონდეს ზურგი. რაღაც მომენტში, როცა არ გამოვიდა საქმე, არ გამოვიდა, ვიღაცამ რამდენიმე თვე გაგათრევიოს ჯვარი გწერია. ესეა, ადამიანის ოჯახიც ესეა და ქვეყანაც ესეა. ამიტომ ადგილობრივ არჩევნებში, დღეს რო ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს, ოცნება მოიგებს დაახლოებით 15%-ით უფრო მეტს აიღებს, თუ მიიღო ოპოზიცია მონაწილეობა, ვიდრე აიღო საპარლამენტო ასამბლეაზე კი არჩევნებზე. ოქტომბერში ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ ოქტომბერში მე ვგზნობ, რომ შეიძლება ცოტა ცხელი მდგომარეობა იყოს რეგიონში სამწუხაროდ და დღეს მაგაზე ნუ ვისაუბრებთ. ყოველ შემთხვევაში ოცნებას დღეს პოლიტიკურად აქვს საშუალება ოპოზიცია გაანადგუროს.
ოღონდ ჯერ უნდა გაანადგუროს კი არა პოლიტიკურად უნდა მოხდეს იმ ხალხის სრული იზოლირება პოლიტიკიდან, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები. ჩემი აზრი ესეთია. და აი ბოლოსკენ მინდა თქვენ ახსენეთ იანვრამდე დასრულდებაო და მე რატომღაც უფრო ახლოს მეგონა სხვადასხვა ანალიტიკოსების და ასე შემდეგ უფრო ახლოს მეგონა რომ ეს დასასრული იქნებოდა. ნუ რა თქმა უნდა შედეგები ზუსტად არ ვიცოდი და რა და როგორ გადანაწილდებოდა, მაგრამ ის რომ ამ შემთხვევაში 9 მაისის 14 წლის თავზე ანუ იმ ეს იქნება ალბათ ბოლო მრგვალი დიდი ალბათობით რომელიც მაგას დიდხანს მისცეს სიცოცხლე ჩვენ ვეტერანებს როგორც თლიან საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეგ სპორტ საბჭოთა ვეტერანებს, მაგრამ ალბათ ეს იქნება ბოლო მრგვალი თარიღი გამარჯვების დღის მათთვის, ხო? 14 წლის თავი. ამიტომ ალბათ ეს იქნება ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღნიშვნა და ჩვენ ვიცით რომ სი ძინპინი დაპატიჟა სი ძინპინმა თანხმობა განაცხადა და ასევე ყავს დაპატიჟებული ტრამპი. ყოველ იმის თანხმობა ჯერ არ ვიცით. განაცხადა თუ არა 9 მაისის აღდგომზე წითელ მოედანზე პუტინმა. და მინდა რომ აი ამ თარიღებზე კი იყო ხოლმე დამოკიდებული და თითქოს კალენდარს არ უყურებს ესე გამოჩნდა, ხო? ძალიან ბევრი 2022 წლიდან ძალიან ბევრ თარიღზე იყო ხოლმე, ასე ვთქვათ, სპეკულაცია, რომ აი ეხლა აიღებს მარიუპოლს, იმიტომ რომ ეს დღე მოდის, ეხლა აიღებს ბახმუტს, იმიტომ რომ ის დღე მოდის. მაგრამ როგორც გამოჩნდა, ისინი კალენდარს არ უყურებენ, მიყვებიან იმ გეგმას, რომელიც მათ დასახული აქვთ ამ შემთხვევაში, ხო? აი თქვენ რას ფიქრობთ? აი ეს 9 მაისი იქნება თუ არა პოლიტიკურად რაღაცა ნიშანი გადამწყვეტით, მით უმეტეს თუ სი ძინპინი კიდევ სხვა აი იქნება თუ არა რუსეთის იზოლირების დასასრული, როგორც ასეთი და შემდეგ ეს იქნება თუ არა გადამწყვეტი სამომავლოდ რუსეთთან ურთიერთობის დანარჩენი მსოფლიოსი. დაახლოებით 20 დღეში ჩვენ გვეცოდინება 9 მაისს ჩავა თუ არა ტრამპი. მე ამას არ ვიძახი არც ინსაიდერ ინფორმაცია მაქვს და არც მე ვაკეთებ ანალიზს იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ერთ-ერთი რაუნდი დღეს დაიწყო და უსაფრთხოების საკითხები გადაშეჯერდნენ და მოხდა ამის შეჯერება. თქვენი აზრით უნდა. უნდა კი, ორივე მხარეს უნდა. არც ერთ მხარეს ახლა არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აწყობს. დაძაბულობა, იმიტომ რომ მას თავის პრობლემები აქვს, არც რუსეთს არ აწყობს ახლა უკრაინის, მთლიანად უკრაინის. როგორ გითხრათ, აიღო ამ ხელა ქვეყანა სარჩენად. მოდი ხა რუსები ძალიან პრაგმატიკოსები გახდნენ. ძალიან პრაგმატიკოსები და ეს არის ნოუ-ჰაუა მათი დიპლომატიის. ამ ხელა ქვეყანა აიღეს სარჩენად. ჩრდილო-დასავლეთი უკრაინა ეს ტერიტორია რომელიც პოლონეთის სამის იყო. იქ შენ რამდენიც არ უნდა აჭამვა, ასვა, გადაყვე, ისინი მაინც რუსეთის არ იქნებიან. თუ ეს გარანტია მიღებული იქნა, ჩატარდება იქ არჩევნების ტექნიკის ამბავია. ამ 4 რეგიონს კიდევ ოდესას იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთის ინტერესებს შედის, რუსეთი წამოიღებს, აქ დატოვეს ბუფერულ ზონას. რა არის რუსეთის მთავარი პრობლემა? ბუფერული მთელი პოსტსაბჭოური ქვეყნები. მოდით ესე ვთქვათ, იყო ბუფერი. ბუფერი იყო, რომელიც იცავდა რუსეთს გარე ძალებისგან, ხო, ის კი ტერიტორია უნდა საწაიღოს თავის ტერიტორია არ იცი, მაგრამ ბუფერი ჭირდებოდა. ამ ბუფერის აფეთქებაზეა ბოლო 30 წელი საუბარი, ხო? და მიიღებს თავისას. იმ დანარჩენ უკრაინაში არჩევებს ისეთ პრეზიდენტს თუ ხელისუფლებას, რომელიც იქნება ნეიტრალური, აბსოლუტურად უნიათო დავარქვათ, ორივეს ბატონი ამერიკელებისაც და რუსებისაც, მაგრამ ისევ ვერთვებით იმ მომენტში, რომ ანგლოსაქსები და ბრიტანეთის შეესთებიან ბოლომდე მოახდინონ აი ამ ხელშეკრულებების და მოლაპარაკებების ჩაშლა. აი ამას შეიძლება გამოიწვიოს ის კონფლიქტი, მაგრამ სადაც 20 აპრილამდე მე ვფიქრობ, ცოტა უფრო იქ, 20 თქვათ, იმიტომ რომ 2 კვირა დარჩენილი, ეგ საკითხი გადაწყდება და შეიძლება ერთ კვირაშიც გაჟღერდეს, გამოჟონოს. ახლა უკრაინელები იქ არიან, აი ეს რაუნდია შეიძლება უკვე დასრულდა კიდევაც მე-4 საათია მიმდინარეობს. უკრაინელებს ეტყვიან ამ პირობებს, ეტყვიან თუ ეს არ შეასრულეს, რა დაემართებათ. ზელენსკისაც ეტყვიან, თუ ეს არ წავიდა, რა დაემართება და რა მოუვა. და მე უკვე ვილაპარაკოთ იმაზე, ჩვენ სად დავდგებით და როგორ დავდგებით და ეს ერთ 2 წუთში გაიწვევა 3 თვეში, მაგრამ იანვრამდე და იანვრის შემდეგ ჩვენ უფრო გაცილებით სხვა სიტუაცია გვექნება. არჩევნებს ოცნება მოიგებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ გარედან ზეწოლა იქნება, გარედან ზეწოლა აღარ იქნება, აღარავის არცალია ჩვენთვის. ნატომ გადაგვაგდო
ევროკავშირმა გადაგვაგდა. ბატონო ვარიკვარაცხელა ძალიან კაი ლექსია. დაგვიკიდეს ევროპაში, დაგვიკიდეს ნატოში. როცა ამას ვამბობდით 20, 25, 30 წლის წინ დაგვცინოდა რომ აი ჩვენ ევროპა რა ევროპა ხალხო ვის ჭირდები როდის იყო კოლონიზატორს სისხლის მსმელს ბანდიტს შენ უნდოდი თავის რუსეთი არ დაიყენეს თავის ტოლა და სწორად რუსეთიც უნდათ იმიტომ რომ შეეჭამათ ჩემი ერთ დღეს და ვინმე შეჭამს აგერ ვნახავთ ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში კი ბატონო და მივახვილდა ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს შეგახსენეთ რომ ჩვენი სტუმარი იყო პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ შვენტი ბატონო მიხეილ დიდი მადლობა საუბრისთვის მადლობა მაყურებელს ატანისთვის და მოდვენისთვის პირიქით ძალიან საინტერესო საუბრები ხო მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის და კარგად სანდებათ კარგად სანდებათ